co-main event იქნება იგივე კარტზე, რა თქმა უნდა, შევჩენკო დაიცავს თავის ქამარს ჯანგუეილის წინააღმდეგ, რომელიც ადის ზემოთ და ესეც ძალიან დიდი ბრძოლა არის ჩემი აზრით. მინდა უბრალოდ ერთი ბრძოლა გავიხსენო, რომელიც იყო ქალების ბრძოლა და ძალიან მაგარი სანახაობრივი ბრძოლა იყო. ჯანგუეილი იოანა იანგჯეიჩეკის ბრძოლა რა, ძალიან მაგარი ბრძოლა იყო. ის ძალიან დიდი კოპირო დაადო იოანას და ფაითობდა ნახევარზე ხა და ფიქრობ თუ არა, რომ ამის შანსი არის რა, რომ ეგეთი მაგარი დონის ბრძოლა ვნახოთ, ამიტომ რომ ორივე გოგო არის ძალიან მაღალი კლასის რა. მაღალი ორივე ძალიან მაგარი მოჭურები არიან. უბრალოდ ჩემი აზრით ვალენტინა ჭიდაობას დაუწყებს. დიდი ხანი არ ეჭყურება, იმიტომ რომ ვალენტინა აშკარად ძალიან დიდ დროს უთმობს ჭიდაობას. ხდება რომ ამას აქში უკვე ამ ეტაპზე ამდენი მილების შემდეგ უკვე ამდენი ხანი დგომში ჭუბი არ არის მომგებიანი, აქვს უპირატესობა გრეპლინგში, უნიჭიერესი მოჭუბარია, მოაიტაიდან გადმოვიდა და ჭიდაობას, GSP-ა ქალების ფაქტიურად ვალენტინა რა. და უფრო უსაფრთხო გზა გამარჯვებისკენ ეგ არის მაგისთვის და ალბათ შეეცდება რომ იჭიდაოს. თუმცა ჟანგუეილიზეც და არის დამოკიდებული ეს ბრძოლა იქნება თუ არა დგომში ძირითადად იმის მიხედვით როგორ დაიცავს პარტნიორისგან თავს. შეყვება, წინააღმდეგობას გაუწევს, გაქცევა შეეცდება თუ რა შეეცდება რა. ისე ბრძოლა მაღალი დონის იქნება. ეს ქალებში არ არის ბევრი სამწუხაროდ მაღალი დონის მოჭყურები. მე ჯერ კიდე რონდა რაუსის დროს ვიძახდი ამას, რომ ჯერ მე რონდას ფანი არ ვიყავი არასდროს. ფულიც კი მოვიგე, ერთხელ მე მგონი მაქვს ადრესს ნათქვამი, რომ ერთადერთხელ თავიდან მოყევი რა ეგ რა. რონდა რომ ეჭუბა ჰოლი ჰოლმს, მაშინ დავდე ფული ერთადერთხელ, კი არ დავდე დავენიზავებს. მეთქი იპები ხოაზე ხარ ახლა მაივეზერს მოუგებს და კაცებს უგებს და სასწაულია და ბიჭო მეთქი აი თუ გადაიხადა მე ეს წაგებული. აი მეთქი მოდი დავდეთ. თუ გადაიხადა მე ეს წაგებული ნიზლავი. დავასაწავიზებდა. ქართველი იყო? აი, ქართველი არის. ხო და მაგიტო შეგეკითხე თორე ქართველი რო გადაიხდეს ვიცი. აი, ქართველი არის, ამერიკელი. და მოკლედ ხო, მაგრამ ეს მაღალი დონის გოგოები არიან ორივე თან მაღალი დონისთან და მაგარ ბრძოლას ველოდები. ეს ისე იშვიათი შემთხვევა, როცა ქალების ბრძოლასაც ისევე დიდი ინტერესით ველოდები, როგორც კაცების ბრძოლას თავარ ქალზე რა. რატომ გონია იცი რომ ჯანგუეილი მოიგებს? ვიტყვი რომ გონია რომ ჯანგუეილი იქნება რა, გამარჯვებული შეიძლება ვწდები. და ყოველთვის არსებობს ისე რომ ვიღაცას აქვს შენი ნომერი რა, ხვაზე ხარ რა ქვია იმას Rose Nama Nunes ხო? ორჯერი ბრძოლის ხო? მაგრამ ჯანგუეილი აი ტრაჯექტორია თუ რა ქვია, trajectory. ესეთი ზომა მაქვს რომ ჯანგუეილი დღემდეც მერაბისავით ეხლა კიდე იზრდება და იმატებს რა. და შევჩენკოზე იგივეს ვერ ვიტყვი რა. პირიქით მგონია რომ ცოტა ჩამოდის ქვემოთ. არა, ორივე იზრდება, უბრალოდ შევჩენკოს უკვე ეტყობა გავლილი მილები. ამიტომ ადრე თუ გვიან მანქანას ბორბლები ძვლებება დიდი ხანი რო ივლის რა. შევჩენკო იზრდება. რაც საოცრებაა ის რომ ამას აქში და ამდენი წლის მერე კიდე იზრდება და ამატებს რაღაცებს და ამატებს, მაგრამ რაც უნდა დაამატო ხო და ახალი ნავაროტები დაადო მანქანას, როცა ძველია უკვე მანქანა და ბორბლები ძრება და შეიძლება მოძროს. გემი უნდა იყოს. ბორბლები საერთოდ არ ჭირდება. და უნდა გაცულ. მაგრამ გემი ძიძირება შეჩემას.